როგორია შუა დერეფნის პოტენციალი. მსოფლიო ბანკის მიხედვით 2030 წლისათვის შუა დერეფნის ტვირთბრუნვა შესაძლოა გასამაგდეს და 11 მილიონ ტონას მიაღწიოს, რაც ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის 30% ზრდას ნიშნავს. ამასთან ერთად მისი სრულად ამუშავების შემთხვევაში დერეფანს შეუძლია შეამოკლოს სატრანსპორტო დრო საშუალოდ 10 დღემდე, მაშინ როცა ჩრდილოეთის დერეფნით გადაზიდვებს საშუალოდ 20 დღე სჭირდება, ხოლო საზღვაო გზით 45-60 დღე. მაგრამ ამ მარშრუტს ჯერ მნიშვნელოვანი გამოწვევები უდგას წინ და მისი პოტენციალის რეალიზებამდე კიდევ გრძელი გზაა. უკრაინის ომის შემდეგ ვაჭრობის მატებასთან ერთად სწრაფად გამოიკვეთა ამ მარშრუტის ხარვეზებიც. მაგალითად, ტვირთები ჩინეთიდან ევროპამდე სხვადასხვა ქვეყნების საზღვრებს გადიან და ამ პროცესში იცვლიან სატრანსპორტო საშუალებებს, რაც ამ ეტაპზე სამჯერ აღემატება რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთის მარშრუტის ხანგრძლივობას. მაშინ, როცა დერეფნის მიზანი ამ დროის მკვეთრად შემცირებაა. შესაბამისად, შუამავალ ქვეყნებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო ლოჯისტიკური პროცესის გამარტივებაზე, რადგან ამ ეტაპზე შუა დერეფანი ნაკლებად პრიორიტეტულია შორეულ მანძილზე ვაჭრობისათვის. მსოფლიო ბანკი ასევე პრობლემად ასახელებს შუა დერეფნის საპორტო სისტემების გაუმართავობას, გემების ნაკლებობას, რასაც თან ერთვის შეცდომების სიმრავლე გადაზიდვების დოკუმენტაციაში, მაღალი ფასები, დროის არაპროგნოზირებადობა, მიკვლევადობის სისტემების არაეფექტურობა და ლოჯისტიკური ცენტრების დაბალი ხარისხი. ამის გამო თუ 2021-დან 2022 წლამდე ტვირთბრუნვა თითქმის 6-ჯერ გაიზარდა, 2023 წელს კონტეინერების ტრანსპორტირება ამ გზაზე 37%-ით შემცირდა. ამ გამოწვევებისა და პოტენციალის გათვალისწინებით 2022 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა ეგრეთ წოდებულ გზამკვლევს აზერბაიჯანს, საქართველოსა და ყაზახეთსა და თურქეთს შორის, რომელშიც ჩამოთვლილია პრიორიტეტული ინვესტიციები შუა დერეფნის გასაუმჯობესებლად. 2023 წლის ივნისში კი აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი შეთანხმდნენ ერთობლივი ლოჯისტიკური ოპერატორის შექმნაზე. ამავდროულად, მსოფლიო ბანკმა, ევროკავშირმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, იგივე EBRD-მ, აზიის განვითარების ბანკმა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებმა გამოხატეს ინტერესი ტექნიკური დახმარებისა და ინვესტიციების გაწევაში. რა თქმა უნდა, დასავლეთის მხარდაჭერა არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ევროკავშირისათვის ჩინეთი ამერიკის შემდეგ სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია და შუა დერეფნის წარმატება პირდაპირ კავშირშია მათი ლოჯისტიკური გზების დივერსიფიცირებასთან და მომარაგების ჯაჭვის სტაბილურობასთან, განსაკუთრებით რუსეთისა და ირანის სანქცირების პირობებში. შესაბამისად, შუა დერეფანს და მასში საქართველოს ჩართულობა შეერთებული შტატების უჭერს მხარს.